ყოფით სინამდვილეში, რეალობაში ჩვენ რომ დავაკვირდეთ საკუთარ თავს, საკუთარი გულის მონიტორინგი, რომ ჩავატაროთ, აღმოვაჩენთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მთელი არსება გამსჭვალული ამ ქვეყნიური ინტერესებით, უფრო მეტად და ის რაც გვართმევს და გვაკარგინებს ამ ქვეყნიურ სიამოვნებებს და სიკეთეებს, ის რაც გვართმევს და გვაკარგინებს, ჩვენის არ მოგწონს. ამიტომ ჩვენ განსასწრებელი არ გვიყვარს, თუმცა სულ კითხულობთ რატომღაც იმას, რომ წმინდა მამები ამბობდნენ, რომ განსასწრებელი ცუდი არ არის. განსასწრებელი ღვთისდაშვებით ხდება, რომ ჩვენ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ღმერთთან. ჩვენ ეს ვიცით და ბევრი წაგვიკითხავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, როცა საქმეზე დგება და განსასწრებელი მოდის, ჩვენ ეს არც არ გვინდა და არ გვსიამოვნებს. კითხვა ჩდება, რატომ? იმიტომ რომ რაც მე სიცოცხლედ, სიყვარულად, სიხარულად, მხიარულებად და ბედნიერებად მიმაჩნია, იმას მართმევს. ანუ ამ ქვეყნიურს ყველაფერს. და რა არის ყველაზე დიდი განსასწრელი ამ ქვეყნიური? ყველაზე საშნელი, რომელიც საბოლოო ჯამში ყველაფერს წამართმევს, რა თქმა უნდა, ჩემი ხორციელი სიკვდილი, ანუ გარდაცვალება. აი ქრისტიანი, აი ამ საკითხებში არის ზუსტად სხვანაირად. სხვანაირად რომ არა მარტო ფიქრობს, არამედ ყოფიერებს, არამედ ცხოვრობს, სხვანაირად უყურებს. ქრისტიანი გამარჯვებულია აი ამ განსასწრელებზე, ამ განსასწრელებიდან გამომდინარე ტკივილებზე. ქრისტიანი გამარჯვებულია სიკვდილზეც, მას აღარ აშინებს სიკვდილი, აღარც ავადმყოფობა, აღარც უსამართლობა. რატომ? იმიტომ რომ ის ჭვრეტს სამყაროს მიღმიერ ყოფიერებას, რომელიც უკვე აქ არის. უკვე აქ არის. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გახსოვდეს. ჩვენ თუ არ განვიცდით ღმერთს, ჩვენ ძალიან სავალალო ადამიანები ვართ. ჩვენ თუ არ გვაქვს გამოცდილება მარადიული სიცოცხლისა საკუთარ თავში, ჩვენ ძალიან საწყალი ადამიანები ვართ. ჩვენ მარტო სოფხედელობრივად ვართ ქრისტიანები და ვითომ ქრისტიანები. ჩვენ უნდა ჩვენი არსებით, ჩვენი არსებით, ყოველი უჯრედით, ძვლებითაც კი განვიცდით, რომ ღმერთი ჩვენშია და ჩვენ ღმერთში ვართ.